ვფიქრობ, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. საჭიროა შეთანხმება რუსეთთან და საჭიროა შეთანხმება უკრაინასთან. აგრეთვე საჭირო იქნება ევროპული ქვეყნების თანხმობაც, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ყველა ოთახში უნდა შევიდეს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ შეთანხმება, რომელიც შესაძლებელია ძალიან სწრაფად მოხდეს. შეთანხმების მიღწევა არც ისე რთული არ უნდა იყოს. ახლა შესაძლოა ვიღაცას არ სურდეს გარიგების დადება და თუ ვინმეს მართლაც არ სურს, ვფიქრობ ეს ადამიანი დიდხანს არ იქნება ჩვენ ირგვლივ. ამ ადამიანს დიდხანს არ მოусმენენ, რადგან ჯერა რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს. ჯერა რომ უკრაინელ ხალხს გარიგების დადება სურს. მათ სხვებზე მეტად განიცადეს და დაიტანჯრენ. თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი, დიდი ნაკვეთი, სადაც მათ აქვთ წყალქვეშა ნავების ბაზა. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ არაფერი მიუღიათ და პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიიღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მთელი უკრაინის მოპოვებას. მე რომ არ მოვსულიყავი, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დაუბრუნდით ბუშს, დაუბრუნდით ობამას და დაუბრუნდით ბაიდენს. ამ ქვეყნებმა ბევრი მიიღეს. ერთადერთი რაც ვერ მიიღეს, იცით რა არის? იცით რა მივეცი? მე მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მივეცი. მე რუსეთს სანქციები დაუწესე. მე მათ ჯაველინები მივეცი. ტარიფები, როგორც მოგეხსენებათ, ძალაში შევა ერთი კვირით ადრე, ვიდრე საპასუხო ტარიფები, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე გააქტიურდება. საპასუხო ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა და მინდოდა რომ ეს 1 აპრილს გამეკეთებინა. თუმცა ეს ძვირი დამიჯდება, ამიტომ ამას 2 აპრილს გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია 25%-იანი ტარიფები კანადასა და მექსიკაზე, რაც ხვალ მოხდება. ასე რომ რაც მათ უნდა გააკეთონ ისაა, რომ ააშენონ თავიანთი მანქანების ქარხნები და სხვა რამ შეერთებულ შტატებში. ამ შემთხვევაში ტარიფების გადახდა არ მოუწევთ. სწორედ ამას აკეთებს ტაივანიც. აქ მშენებლობით. ტაივანში რომ ჰქონოდათ ქარხნები, მათაც მოუწევდათ 25, 30 ან 50%-იანი ტარიფების გადახდა, რიცხვები მხოლოდ მაღლა წავა.